მე მოვდივარ ხოლმე სასაფლაოზე და წმინდა ვაქანი რაღაცებს ყავილებს ვასუფთავებ და გვერდს ყრი კიდე აქამდე ხრეშებს ვასუფთავებ ვინძური არ იყოს ცვალებულებს უსოფხერს ტვერებს უსოფხერს წმინდა ჩვენსაც ვასუფთავებ და დავდობაზე ლამაზად და სხვა სასაფლაოზე გადავალ იმიტომ რომ ისინიც მეწოდებიან და იმისი დედები იტანჯებიან როსუდაზაბლოებს ძალიან მიხარია რომ სულთა იქნება მეთქი მეორე დღეს რომ მოვდივარ ყავილებს ტიებ სანთელს ვანთებ როცა ჯვარ დავინახავ სულ ვილოცები მამა მინდა რომ დამლოცოს და ჩავეხუტო დედა რომ მოდის დალაგებს სასაფლაოებს და ბევრს არ უხდიან მე მაინც მოვდივარ და ვალაგებს სასაფლაოებს მაგრამ არ მიხტიან ფულს იმიტომ ჯერ ბავშვი ვერ შეერი რომ წობი მუცელი მიყევა და ძალიან მინდა რომ ახლა ნაჭამი ვიყო და ძინებული გეძინება ახლა და თანგშია ახლა ძმშია და თეთრიკო ვერ ყიდულობს ხორცი იმიტომ საშუალება არ აქვს ფული არ აქვს და რო კონდეს ფული მიყიდე და მაჭუნდა 6 წლის გავხდი და ახლა სკოლაში უნდა შევიდე და ცხენია რომ სკოლაში რო შევალ კავა და ფეხზე არ მექნება და დედა სასაფლაოებს რო ალაგებს და ფულს რო აძლევს რომ მეუნება დედა რამეს გიყიდო არ მინდა მეთქი ჩემ ძმას ვყიდე წამლებით ხომ აი ამ საშინელ ავარიულ ქოხში ზინავს ანგელოს გოგონას და ესეც კი არაა ოჯახის საკუთრება კეთილი ბავშვი მისვარებულებისთვისაც კი ზრუნავს და ჩვენ ცოცხალი ბავშვისთვის არ ვისრუნავთ ოზურგეთში პატარა სახლები იაფიღირს ღმერთმა არქნას და ერთ დილითაც გავიგოთ რომ მარიამის დიდი ცისფერი თვალები სამუდამოდ დაიხუჭა ავარიული ქოხის ნანგრევებში მოყოლვის გამო ამას ხომ ვერასდროს ვაპატიებთ საკუთარ თავს მხოლოდ ერთი ნაყინის საყიდელი ფული გავიმეტოთ მარიამის სახელზე მხოლოდ ერთი ნაყინის გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით